სანამ ძაღლს გასვენებლად ჩავიყვან, მე მინდა ნანიკო ხაზარაძის ცხოვრების მაგალითზე აგიხსნათ ეს სამყარო როგორ არის მოწყობილი, რა თქმა უნდა, ჩემ მაგალითზეც. ნახეთ, მე ვაკვირდებოდი რამ და ამიტომ ახლა ვაძლევ თავისუფლებას, ვთქვა ის ყველაფერი, რაც მითხრა ღმერთმა და რაც სიმართლე, რაც ახსოვდა. ნახეთ, რა მოხდა. რეალურად დემენცია მქონე ადამიანი, როდესაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ არ შემოდის, რომ გატკინოს და გაგანადგუროს, ამერამედ პირიქით. გატკინოს და გაგანადგუროს არა, გატკინოს განადგურებას ჩვენ ვაკეთებთ. ისინი გვტკენენ, რომ გავახუცოთ ჩვენში არსებული სასწაული. ნახეთ, ნანიკოსში არის უდიდესი სასწაული, გესმით, რომელიც არ არის გახუცებული, რომელიც არ იხვიძებს, იმიტომ რომ არის კვლავ წარსულში, იმიტომ რომ არ იცის ემოციების კონტროლი. ანუ ემოციურად ვერ გაიზარდა, როგორც ვერ გავიზარდე მე. და ნახეთ, გაურბის თავის თავს, თავის წარსულს და ასე შემდეგ. თავის თავთან კომფორტულად არის, ანუ მარტო არის, თუმცა სულ სკროლვაში არის, სულ ტელევიზორ, ანუ ჩუმად არ ჯდება საკუთარ თავთან. არ ვიცი ახლა როგორ არის, თუმცა არ ჯდებოდი ასევე ჩემთან. არ შემეძლო, იმიტომ რომ თუ ჩაჯდები შენ საკუთარ, თუ გაჩუმდები, ალაპარაკდება შენში შენი რეალური ხმა. და ეს ცვლილებას მოითხოვს. ამის გვეზარება, ეს არ გვინდა გვეზარება და ასე შემდეგ. და ნახეთ, მამამისი იმიტომ იყო დემენციით, რომ ესწავლებინა მისთვის ტკივილით, ესწავლებინა ის თუ ვინ სინამდვილეში არის, ანუ გაეხვიძა მასში არსებული სასწაული, გესმით? და როგორ ტრანსფორმაცია მოეხდინა საკუთარი თავის. ესწავლა მამამის უნდა ესწავლა მისთვის მიმღებლობა, წყენის გაშვება, უპირობო სიყვარული, მოთმინება და აგრესიის დობით ჩანაცვლება, ანუ გადაარჩენის რეჟიმიდან გამოსვლა. და ნახეთ, ნანიკომ რა თქვა, რომ მე მამაჩემი ჩავაბარე, იმიტომ რომ მუშაობდი და ვერ შევძლებდი. და ნახეს, საკუთარ თავმა რა გაუკეთა, ზუსტად სამკუთარმა თავმა დააკარგვინა სამსახური წლების შემდეგ, ხოლოდ იმიტომ რომ ეჩვენებინა, რომ სწორი გადაწყვეტილებითაც შესაძლებელი იყო სამსახურიდან წამოსვლა და ცხოვრება. ახლა ხო ცხოვრობს სამსახურის გარეშე, ხო? ანუ ხო შეიძლებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ახლა ნეგატიური კუთხით საკუთარმა თავმა ისარჩვენა, რომ თუ ემოციურად არ გაიზრდები, შემიძლია თუ გონებას არ მართავ, შემიძლია როგორც აგაშენო, ისევე დაგანგრიო. ანუ ახლა დესტრუქციისკენ, გრევისკენ არის წასული მისი ცხოვრება. ამ ყველაფერს აკეთებს მისივე თავი, გესმით? და როდესაც სწორად მიიღებდა გადაწყვეტილებას, მამას არ ჩააბარებდა, თავი წამოვიდა სამსახურიდან დაუჯდებოდა მამას, მოვლიდა, გაიხვიძებდა, ისწავლიდა, გაიზრდებოდა ემოციურად და გაიხვიძებდა მასში არსებული სასწაული და კი ასე გრევით კი არ წამოვიდოდა სამსახურიდან, არამედ პოზიტიურად ადამიანებს, სწორ მაგალითს მისცემდა, სწორი მართალი ქცევის მოდელს აჩვენებდა, დაუდებდა ცხვირწინ საზოგადოებას და იქნებოდა ღმერთისგან განდიდებული, ამაღლებული. გესმით? თუმცა შეეშიდა, თუმცა შეცდა და ახლა არ აღიარებს, გესმის? არ აღიარებს და უფრო გაინადგურებს საკუთარ თავს. ნახეთ, ყველა ბუშები ჩვენ შეცდომებს, მერე რა, თავარი ეს არ არის. თავარი არის, როგორ გავაგრძელებთ, აღიარებით, მოვიშუშებთ იარებს და დაუკავშირდებით ჩვენში არსებულ ღმერთს და გამაშინეთ გაიღვიძებს ჩვენში არსებული სასწაული. გვიან არასდროს არ არის. მე ახლა გინდა, სხვათა შორის იმიტომ მიყვარს მოთმინები, რომ უდიდესი სიბრძნე არის ასე ხტუნაობით და თამაშით ჩადებული, მოწოდებული ჩვენამდე. სიბრძნე მოაქვთ ჩვენამდე ასე კუნტრუშით, თამაშით, მულტფილმებით და მოკლედ აი ეს ამას უყურეთ ახლა. Mr. Scrooge. Tell me, Spigot, what's wrong with that tiny lamp? Much, I'm afraid. If these shadows remain unchanged, I see an empty chair where Tiny Tim once sat.
რას ამბობს his shadows თუ მისი ჭრილი არ ტრანსფორმირდა ანუ არ გაუშვათ წარსულის ტკივილი არ ტრანსფორმაცია არ მოახდინა ანუ წარსულისგან არ განთავისუფლდა მაშინ შვილი წავაო ამ ქვეყნიდან გესმით ანუ ცარიელი იქნება მისი სკამიო ნახეთ როდესაც ვამბობთ რატო დაემართა მე იცით რა მე ნახე ჩემ პარალელური ცხოვრება მე როდესაც მე რო დედა ჩემი არ მიმეღო მე რო ეს ტკივილი არ მიმეღო რომელიც ჩემი სასწაული იყო რომ მოეხდინა ჩემში ტრანსფორმაცია და დღემდე ვცდილობს ტრანსფორმაციას რომ გზა გრძელდება ჩემი შვილი მიყავდათ ან ვიღაცა მოიტაცებდა ან ვიღაცა ან მოკლედ გადავარდებოდა დანიელმა თვითონ მითხრა დედიო მე წავედიო და მე სხვა სხეულში მოვედიო აი ვიდეოც მაქვს რომ მე ამასაც გაგიზიარებ სხვა სხეულით მოვედიო და ვერ მიცანიო და მე გითხარიო რომ მეო დანიელი ვარო ბარბაკაძე და მაშინ მიცანიო სხვა სხეულში ვიყავიო და გიპოვეო მაიცო და მიცანიო და ჩამეხუტეო მე მარტო ანუ ჯერ გიხსნიო მე ვარ მე ვერ მიხვდები სანამ არ გითხარი მე დანიელ ბარბაკაძე ვარო და გესმით და როგორ მოხდა მეთქი და როგორ ასე ხელი მკრესო და იყო ასეთი მომენტი გესმით მაგრამ არ მომხდარა ამ ცხოვრებაში იმიტომ რომ არ მივატოვე დედა ჩემი გესმით ანუ ეს ტკივილი ეს სასწაული მივიღე გესმით ანუ გავუგე ღმერთს გავუგე მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ხდებოდა და მეორე და ეს რო არ ყოფილიყო მე ტკივილით დანიელის ტკივილს უნდა გავეღვიძებინე მე მაგრამ მე რა ხდება შობელი ამასაც კი არ აკეთებს გესმით ანუ ამ ტკივილსაც არიხებს და მე ხდება ღმერთო ჩემო უარესი და ნახეთ აქ ერთხელ მოკლედ მოვდივარ წლების უკან სახლში და ხედავ რაღაცა გვამი არის და მოკლედ ჩაოლებრივად ამოვედი და რამდენიმე დღეში თუ იმავე დღეს თუ აღარ მახსოვს რა იმავე საღამოს უცბად ხედავ რომ ასე გამიშავდა და ხედავ რომ ვეცემი და მოკლედ ასე ვეცემი და სულ სიბნელი არის რა და მივხვდი ანუ იმ ბიჭმა ვინც ოღონდ არაფერი არ ვიცი ბიჭი არის უბრალოდ გვამი დავინახე გვამიც არ დავინახე ესე შორიდან დავინახე რაღაცას ჰქონდა გადაფარებული რა და უცბად აი ესე იგი გინდა ეჯერეთ გინდა რა ამ ბიჭმა მანახა თავისი ვარნა აი ესე წამიყვანა გესმით ჯერ როგორ გარდაიცვალა მე რატო გარდაიცვალა მე რითი გარდაიცვალა და ასე შემდეგ რომ მისულიყავი ისიც არ ვიცოდი სად იყო ესეც კი მითხრა ოღონდ ენერგეტიკულად ეხლა როგორც მე თქვენ გესაუბრებით ასე არ არსებობს სამყაროში ენა არის ენერგეტიკის როგორ გითხრა რა ანუ მე არც ინგლისური არის აი ვერც გიხსნით რა ესე იგი ენერგეტიკულად მესაუბრებოდა ვერ გიხსნით რა რაღაც სამყაროსეული ენა არის და ასე მითხრა ადი ამად ამ საფრთხულზე მე არ დავუჯერე იქ წავედი არა მეუბნება რომ აქეთ მობრუნდიო მოკლედ მე ისიც არ დავუჯერე ის სახლი არა ეს სახლი არისო ჩემი მოკლედ და ბოლოს მიმიყვანა იმიტომ რომ მეთქვა ის რაც უნდა მეთქვა რომ გაეშვა დედამის და მის დას და ეს სული იმიტომ რომ ვერ ტრანსფორმირდებოდა ვერ გადადიოდა იმიტომ რომ დედამისი იყო ტკივილში დედამისი იყო დანაშაულის გრძნობაში და ბევრ რამეში მოკლედ აღარ იმიტომ რომ ეს ძალიან პირადული არის მათი და მიუხედავად იმისა რომ იცით თუ არ იცით ვიზე მაქვს საუბარი მაინც ვერ ვიტყვი ასე ხმამაღლა ეს არის მათი და მოკლედ რო ვუთხარ ის ყველაფერი რომ რაც აი ბოლო სათქმელი ქონდა მისი და მე ერთხელ გამომეკიდა და ამის შემდეგ ზოგჯერ ეს ხალი ესე მხდებოდა ხოლმე ესე რომ გაუშვა ეს ყველაფერი ეხლა ესე მხდება რა რომ ხედავდა ხოლმე ცუდად ხდებოდა რა იმიტომ რომ ჯერ თავიდან არ დამიჯერეს მაგრამ ისეთი რაღაცები ვუთხარი რომ შოკში ჩავარდნენ გამიღეს კარი და მომისმინეს და მე სულ ესე დამსდევდნენ რომ კიდე და მე ვუთხარი უკვე ხო და საიდან თქვა მისმა დამნახა რომ ესე იცინო და ესე უნებოდა რუსის გოგო არის რუსის ოჯახი არის და ესე იცინო და რატო იცინო შეხო გარდაიცვალეო და ეს იცინოდა და რას ნიშნავსო ჩემი ძმაურა და რას ნიშნავდა თქვენი აზრის მეთქი ესე იგი გადავიდაო და კი მეთქი ანუ ნახეთ ვერ გადადიოდა თქვენი ტირილით თქვენი დაბადების დღეს რო აღნიშნავთ ხოლმე ღმერთო ჩემო მესმის ურთულესი არის მაგრამ არ უშვებთ ამ სულს რომელიც გონიათ პატარა ბავშვის სინამდვილეში არის ნუ მოკლედ მარადიული სული რა ანუ ვერც კი გეტყვით რამდენი წლის არის სული იმდენად ანუ მარადიული არის გესმით ეს რას ნიშნავს რომ წელი არ გააჩნია ჩვენს ნუ ტყუდებით ამ სხეულით ნუ ტყუდებით მე ხა ქალის სხეულში ვარ მოთორე თუ ბევრი რაღაცა არ იცით გესმით და ვერ გეტყვით სანამ არ მომწიფდებით თუ მომწიფდებით ისედაც არ გინდათ ჩემი თქვა ისედაც ყველაფერი გაგახსენდებათ მიხვდებით
და ამიტომ ნახეთ აი და ვერ გადადიან კაცო ეს სულები იმიტომ რომ ცრემლი აკავდეთ წუხილი აკავდეთ რამდენი რამე აკავდეთ და მოკლედ რა დედა არის ტკივილში და მე დედის წაყვანა და ამძიმებს ანუ ყველა ამ სხეულს აქვს ტკივილი სენა ადამიანებო გაიგეთ რომ სხვანაირად ვერ გესაუბრებათ ღმერთი ია ვარდებით ვერ გესაუბრებ იმიტომ არის რომ შემოგარწყავენ მეორე ლოყა მიუშვერე იმიტომ რომ შენი გამოფხიზლებისთვის ხდება გესმით რომ შენი სუდიც და კარგიც კარგს ემსახურება უპირობო სიყვარულს ხდება სიყვარულისთვის ხდება ეს ყველაფერი რომ ასე ხდება მარტო ნიჭების გახვიძება ახლა უყურეთ აი ამ ვიდეოს Кэт, тебя лихорадит от воспоминаний. От воспоминаний? Да. Посмотри в лицо прошлому. Ты готова? Да. Вільма і Делрой Еліати. Нет. Ювенальний суд. Твоя память породила это чудовище. Оно слишком сильное. Ты сильнее. Давай. Овладей своей памятью. Ты мучила меня годами. Но благодаря тебе я выжила. И получила дикую мощь. Я сама проживу свою жизнь. А ты нет. Ты смогла. А теперь твоя сила. Я вижу будущее. ანუ აქ რა არის ნაჩვენები რომ ბავშვმა ვერ გაუშვა ის ტკივილი თავის თავს დაადანაშაულებდა ეგონა რომ რადგან მშობლებმა მასზე გადაიტანეს ყურადღება ამიტომ მოხდა მათი ამ ქვეყნიდან წასვლა გარდაცვალება და ვერ უშვებდა თავი ეგონა დამნაშავე ყველაფერში რადგან დამნაშავე ეგონა ამ ვიბრაციაზე იყო და იგივე კვლელი ეგონა თავისი თავი და ისე ლაგდებოდა ეს ყველაფერი რომ რაც ეგონა ის გამხდარიყო მე იმას ხელი კრა, იმიტომ რომ ვერ გამოვიდა ბრაზიდან, წყენიდან, ტკივილიდან, რეალურად არ უყვარდა საკუთარი თავი, ეზიზღებოდა, იმიტომ რომ ადანაშაულებდა, გესმით? რეალურად ამ ბავშვის სასწაული, ეს ბავშვი არის იყო რეალურად მისი ნიჭი იყო წინასწარ დაენახა რაღაცები, ანუ უნდა გაებედნიერებინა ხალხი წინასწარი მისი წინასწარი ხედვით, მაგრამ არ იღვიძებდა ეს ნიჭი, იმიტომ რომ არ უშვებდა მის ტკივილს. არ შეიყვარა მისი ჭრდილი, მისი დემონი. აი რო გითხრეს რელიგიამ დემონი, ეს დემონი იცით რა არის? ეს სხეული, გესმით? ჩვენ სხეული ცხოველის გვაქვს. გეუნებით რამდენჯერ მithქვამს, ლომი კლავს, ბოკვერებს, იმიტომ რომ იმიტომ რომ სხვა მამრის იყოს და რო შეძლოს
შეჯვარება მდედრმა, ამიტომ უკლავს შვილებს. ამაზე დიდი დემონიზმი რა გინდათ ადამიანებო? ცხოველები ერთმანეთს კლავენ, ჭამენ, ამაზე მეტი შეჯვარებისთვის მაგალითად დედრი, რომელიღაცა მწერი დედრი აჭამს თავს, მამრს კლავს. ამაზე დიდი დემონიზმი გაგიგიათ რამე? ეს არის ცხოველი, ეს არის შენი დემონი, შენი გონება არის. ის წარსული, რომელიც არ გაგიშვია და მოვიდა შენთან ტკივილი, რომ რამენერად გამოგაფხიზლოს და აბარებ ამ დემენციას მიყავს თავშესაფარში, იმის მაგივრად, რომ მადლიერი იყო და თქვა მადლობა ღმერთო, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ხდება, რომ გავაღვიძო ჩემი ნიჭი, ჩემი საოცრება, რომ გავუზიარო ხალხს და შევცვალო ეს სამყარო უკეთესობისკენ, რომ გადავიდე მონობის მონური ცნობიერებიდან ღვთის შენს ცნობიერებაში. გესმით? იყო იცხოვრო იესოს ნაირად. გახდე ღმერთკაცი ან ღმერთქალი, რაც რეალურად ხარ. ღმერთმა რა გითხრა, რომ შენ ხატებად შექმენიო. ის ხო არ უთქვამს, რომ იმიტომ შეგაგაჩინე, რომ მონახარო. თუმცა ჩვენ ეს სხეული გვაქვს ცხოველის სული კიდე ღმერთის. გესმით? ეს არის დუალიზმი და მიიღეთ ეს დემონი თქვენი ტკივილია ბავშვობაში, რაც გატკინეს შობლებმა ეს არის, ან რაც ატკინეთ საკუთარ თავს, ის სინანული, ის წყენა, ის ბრაზი, ეს ყველაფერი ცხოველური საწყისებია, ეს არის დემონი და მიიღეთ, ჩაიყუტეთ, აკოცეთ თქვენში არსებულ დემონს, მიიღეთ ასე გარდაიქმნებით ღმერთად, სასწაულმოქმედად. ასე გახდებით ამ სხვებისთვის ანგელოზი. მფარველი ანგელოზი. ამიტომ და ასე დაიცავთ შვილებს თქვენგან. და ისევ ამ წრებრუნვაში არ იქნებით. ამიტომ ახლა თქვენ თავს უთხარით. ჩაიხედეთ სარკესში და უთხარით თქვენ თავს, რომ მე ვარ ის, ვინც ამ წრებრუნვი და გამოდის ტკივილიანი წრებრუნვე და მე ვარ ის, ვინც მიყვება იესოს სიტყვებს და შიშით რელიგიამ რო გითხრა, რომ გეშინოდეს და დემონების და იმებზე კი არა და მიიღებ შენში არსებულ დემონს, ანუ საკუთარ თავს. ამ გონებას, რომელიც შენ დაცვას ცდილობდა. და ამიტომ გაგანადგურა როგორც ნანიკო მაგალითად ამბობს, რომ ჩავაბარე, იმიტომ რომ მაგალითად სამსახურს რო არ დავტოვებდიო და საკუთარმა გონებამ ანახა ისიც, რომ სწორად რო არ მოიქცა, აჰა, დარჩა სამსახურის გარეშე. მაინც დარჩა. რა ნიშნავს არ ჯობდა, რომ სიყვარულით წამოსულიყო და არა იმიტომ, რომ ვიღაცას გაულაწუნა, იმიტომ რომ ემოციურად არ არის გაზრდილი, იმიტომ რომ საკუთარი ემოციების აჟიტირებული იყო, საკუთარი ემოციების ფლობა არ იცის. არ ჯობდა ესწავლა, მიიღო მამამისი და ესწავლა ის, რაც ჰქონდა სასწავლი, რომ გაეღვიძებინა, მასში არსებული სასწავლია, არ ჯობდა მიიღო მასში არსებული დემონები, შეეყვარა, ჩახუტებოდა, ჯობდა ხო? ამიტომ გამოფხიზლდით. ზუსტად მაგ პერიოდში, როდესაც ნანიკოს აი და მაგიტომ მოხდა დედაჩემის აქ ჩამოსვლაც. ხვდები დაუკავშირეთ რა ყველაფერი. არაფერი ისე არ ხდება. ზუსტად მაგ პერიოდში ვიწყებ მეც ვიდეოების გადახებას და მე ნახულობ, რომ ნანიკოც იღებს და მე ვწერ ბოლოს მივწერე, რომ მამამის სახლში უნდოდა, სახლში. და აპატიო საკუთარ ნანიკო არის საოცარი ადამიანი, სასწაული, ანგელოზი, დედა რა საოცარი არის. ნახეთ. ეს აპატიოს უნდა მე მე იმდენი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ამის გამო არ უნდა გავინადგუროთ საკუთარ თავი, უნდა ვისწავლოთ პატიება და როდესაც არ ტრანსფორმირდები, ხდება ტკივილი ჩვენი გაღვიძება და ტკივილი ეს სხეულს აქვს ტკივილის ენა და ტკივილი მე ადამიანს გადააქვს ტანჯვაში, ვაებაში, თორე ტკივილს თუ გამოიყენებს სწორად თუ ტრანსფორმაციას მოახდენ და გახდე უპირობო სიყვარულს, საოცრებას გაუღებ კარს, გახდები სასწაული. დავეთი ახლა ჩავიყვანე ძაღლი, ამის თქვა მინდოდა. ყველაფერი სიყვარულს, უპირობო სიყვარულს ემსახურება. ცუდიცა და